ხდება და საზოგადოებრივი ინტერესი რომ უნდა გავაღვიროთ და გავზარდოთ. კამპანიის ფარგლებში დღეს ჩავატარეთ შეხვედრა საპატრიარქოსთან არსებული წიგნის მეგობრის კლუბში, ვინაიდან აღნიშნული შეხვედრა იყო ბავშვების მიერ ორგანიზებული, მომზადებულები დაგვხდნენ, ნახატები ჰქონდათ მომზადებული არაძალადობასთან დაკავშირებით. შინაგან საქმეთა სამინისტროსა და განათლების სამინისტროსთან ერთობლიობაში ჩავატარეთ აღნიშნული შეხვედრა, საკმაოდ საინტერესო ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა და იმეც ვიტოვებთ, რომ აღნიშნული სახის შეხვედრები და ჩვენი კამპანია ნაკლებს გამოიღებს. წარმოადგინეს ნამუშევრები ძალადობის წინააღმდეგ, გაიმართა ინტერაქტიული ხასიათის შეხვედრა, სადაც განხილული იქნა ძალადობის საკითხები, ასევე სამოქალაქო სექტორის და მოსახლეობის როლი ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში და პოლიციის ეფექტურობის გაზრდისათვის გარკვეული რეკომენდაციები მათი თვალსაჩინო დანახული. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ თითოეული ჯგუფი უფრო მეტად არის ინფორმირებული ძალადობის ფაქტებზე და მე ვფიქრობ, სწორედ ამ კამპანიის დამსახურება ეს ყოველივე. ძალიან ბევრი საინტერესო შეკითხვა აქვთ ბავშვებს. ძალიან მიხარია, რომ თვითონს გაუჩნდა სურვილი, რომ დაეხმარონ იმ ადამიანებს, ვინც არიან მსხვერპლები და ქონდეთ ინფორმაცია იმ მექანიზმის შესახებ, რაც არსებობს დღეს ქვეყანაში და ძალიან დიდი იმედი გვაქვს თვითონ მონაწილეს, რომ ეს ბავშვები ნამდვილად შეძლებენ გაუწიონ დახმარების ხელი მათ ვისაც ეს სჭირდება და განავრცონ ის ინფორმაცია, რასაც ამ შეხვედრებზე მიიღებენ. წიგნის მეგობრების ორგანიზებით ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით საინფორმაციო საგანმანათლებლო შეხვედრა გაიმართა. ძალიან წარმატებით ჩაიარა შეხვედრა, ესწრებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს და განათლების სამინისტროს წარმომადგენლები, რომელმაც ერთობლივ ჯგუფმაც ბავშვებს ჩაუტარა ლექცია და ჩემი აზრით ამ ბავშვებმა საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია გაიგეს ამ თემასთან დაკავშირებით, ასევე დღეს გაიმართა გამოფენა ნახატების არაძალადობას ამ თემაზე. ჩავარდით აქციაში არაძალადობას, მოვისმინეთ ბევრი ინფორმაცია, ასევე დავხატეთ ნახატები ამ თემასთან დაკავშირებით, დავსვით კითხვები და მივიღეთ ამომწურავი პასუხები.